მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი ფაქტივი და დღეს თქვენ გელოდებათ რამდენიმე საინტერესო თავსატეხი. გემი, რომელიც დატვირთული იყო ძვირფასეულობებით, გაიმართა დანიშნულების ადგილისკენ. ამ დროს კი კაპიტანმა მიიღო ინფორმაცია, რომ გემზე მის ჯგუფში ერთ-ერთი მოგზავნელი იყო, რომელიც აპირებდა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოპარვას და გემის დატოვებას დანიშნულების ადგილზე მისვლამდე. კაპიტანმა ამის გაგების შემდეგ 4 საეჭვო პიროვნება დაიბარა, რომელიც სათითაოდ დაკითხა. პირველმა მეზღვაურმა უთხრა, რომ უკვე 15 წელი აქ მუშაობს და გამორიცხულია, რომ მოგზავნილი იყოს. მეორემ თქვა, რომ 2 წელია ჯგუფის წევრია, ის ყველას უყვარს, ცურვაც არ იცის და ამიტომ შეუძლებელია გემი დატოვოს დაპირზე მისვლამდე. მესამე კი სულ რაღაც 2 თვე იყო, რაც ჯგუფის წევრი გახდა, თუმცა ყველა ენდობოდა და არც ეჭვის თვალით უყურებდა ვინმე. ამიტომ მოგზავნილი ის ვერ იქნებოდა. მეოთხემ კი განაცხადა, რომ საკმაოდ მოხუცი იყო იმისათვის, რომ მსგავსი რამ გაეკეთებია. უფრო მეტიც, რამდენიმე თვეში ის სამუშაოს დატოვებას აპირებდა. დაკითხვის შემდეგ კაპიტანი მარტივად მიხვდა, რომელი იყო მოგზავნილი და მაშინვე ამხილა ის. დაკითხული წევრებისგან რომელი იყო ეს? ეს იყო მეორე. მან თქვა, რომ ცურვა არ იცოდა, როდესაც ბორძე მოხვედრილი ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია იცოდეს ცურვა. მან მოიტყუა იმის გამო, რომ ეჭვი გაეკრო და ზუსტად ასე მიხვდა კაპიტანი, რომ მოგზავნილი სწორედ ის იყო. უკრან ტყეში, რომლის სიახლოვეს მოსახლეობა არ იყო, იპოვეს საკუთარ მანქანაში მოკლული ქალი. რის შედეგადაც პოლიციამ მსხვერპლის ქმართან დარეკა და დაიბარა დანაშაულის ადგილას. ქმარი მალევე მივიდა, რის შედეგადაც ის ეგრევე დააკავეს მკვლელობის ბრალდებით. რატომ დააკავეს ის? მას არ უკითხავს დანაშაულის ადგილი. ამასთან ერთად მოკლული ცოლი უღრან ტყეში იპოვეს, სადაც დაბარების შემდეგ მალევე მივიდა ქმარი. რაც ნიშნავს იმას, რომ მან წინასწარ იცოდა მკვლელობის შესახებ. საიდუმლო დანაყოფის აგენტი ჩუმაჩებიდა ლაბორატორიაში, საიდანაც მოიპარა აუცილებელი ინფორმაცია. დაბრუნების დროს კი კარებთან, საიდანაც უნდა გასულიყო, მოესმა ლაპარაკის ხმა. სანამ მასში ამჩნევდნენ, სხვა გასასვლელისკენ გაიქცა და ბნელდერფანში აღმოჩნდა 3 კარის წინ. რადგან სამივე გარეთ გაიყვანდა, თუმცა თითოეულში სხვადასხვა სირთულე დახვდებოდა. პირველში შესვლის შემთხვევაში უნდა გაევლო მოწამლული ჰაერით სავსე ოთახი. მეორე კარში კი დახვდებოდა გიგანტური მაიმუნი, რომელსაც ვერ გადაურჩებოდა. მესამეში კი დიდი შხამიანი გველი იყო. რომელი კარი უნდა აერჩიოს მან? აგენტმა უნდა აერჩიოს მეორე კარი. თუ ყურადღებით დააკვირდებოდით, მეორე კართან შეამჩნევდით ბანანებით სავსე კალათს და ზუსტად ამავე კარის უკან არის გიგანტური მაიმუნი. აგენტი კალათით შევიდოდა კარებში, მაიმუნი ბანანზე გადაიტანდა ყურადღებას და დამნაშავე მშვიდად დატოვებდა ლაბორატორიას. პატარა გარეუბანში მოხდა ავარიული შემთხვევა და დაზიანდა მილი, რომელიც მოსახლეობას წყლით ამარაგებდა. ამავე დღეს ერთ-ერთ სახლში იპოვეს მოკლული მამაკაცი. გამომძიებლებმა დაკითხვა მისი ოჯახის წევრები დაიწყეს. ცოლმა განაცხადა, რომ მკვლელობის დროს აბაზანში შხაპს იღებდა. გამაგებელმა კი თქვა, რომ ამ დროს კაბინეტს აწესრიგებდა. შვილმა კი თქვა, რომ მკვლელობის დროს სიმღერას უსმენდა. რომელი მათგანია მკვლელი? მკვლელი არის ცოლი, რადგან მან თქვა, რომ მკვლელობის დროს შხაპს იღებდა, მაშინ, როდესაც წყლის მომარაგების სისტემა დაზიანებული იყო. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის კომენტარებში დაფიქსირება.